ნარკოკურიერების მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ მომხმარებელს მიაწოდონ ნარკოტიკი. ამისთვის კი ისინი ადვილად მისადგომ ადგილებს ირჩევენ. სამწუხაროდ დანდებები არ ერიდებიან ისეთ ლოკაციებს, როგორიცაა საჯარო სივრცეები, პარკები, სკვერები, ტაძრის ეზოები, სადარბაზოები, სადაც დადებული ნარკოტიკული საშუალება შემთხვევით შესაძლებელია გახდეს ხელმისაწვდომი და ხილული ნებისმიერი მოქალაქისთვის, მათ შორის არასრულწლოვნებისა და მცირეწლოვნებისთვისაც კი. ეგრეთ წოდებული დანდებები შესაძლებელია ფიქრობენ, რომ მუშაობენ კონსპირაციულად და მარტივად შოულობენ ფულს, მაგრამ რეალურად ხდებიან მძიმე დანაშაულის ჩანდენი, რაზეც სასჯელი ძალიან მკაცრია. დანდებები მოძრაობენ საჯარო სივრცეებში. მათ ხედავს უამრავი ადამიანი. ისინი ფიქსირდებიან მრავალ ადგილას. შესაბამისად, მათი კონსპირაცია ირღვევა. ჩვენს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შედეგად მათი იდენტიფიცირება დიდ სირთულებთან არ არის დაკავშირებული. საზოგადოებაში გავრცელებული ამ მცდარი შეხედულებები ნარკოტიკულ საშუალებებზე დღესდღეობით გამოიყენებენ ტერმინებს, როგორიცაა მსუბუქი ნარკოტიკი და კლუბური ნარკოტიკი, მოიაზრებენ კანაფის პროდუქტებს და ექსტაზს ძირითადად. აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი კანაფის პროდუქტები და კანაფის ნაწარმები სრულად განსხვავებული არის 20 წლის წინანდელი და 10 წლის წინანდელი პროდუქციისაგან. ისინი არიან უკვე ჰიბრიდული ჯიშების და ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა არის ძალიან მაღალი, დაახლოებით 10-ჯერ და 20-ჯერ უფრო მეტი არის, ვიდრე ენდემურად კანაფის მცენარე შეიცავდა. ერთიანად მაღალი დოზის ტეტრაჰიდროკანაბინოლის მიღება იწვევს მთელ რიგ პრობლემებს, ფსიქოს, ნერვულ აშლილობას და ასევე ადამიანს უბიძგებს იმისკენ, რომ გახდეს სხვა ნარკოტიკზე დამოკიდებული.